ოცნების განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართება. დაიცავი განათლება, ასე ჰქვია მარშს, რომელიც 2 საათში ფილარმონიიდან აიღებს სტარტს და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს. შაბათის მსვლელობით მოქალაქეები ასევე კიდევ ერთხელ უკვე ტრადიციულად მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ქიმიური მოწამვლის საქმის გამოძიებას. ლიზი ვეკუა აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ახლა უკვე რიგით მესამე კვირა იქნება, რაც შაბათის ტრადიციული მარში დაეთმობა განათლების თემას და დღესაც ტრადიციულად ზუსტად 2 საათში შეიკრიბებიან მოქალაქეები ფილარმონიასთან და დაიძვრებიან რუსთაველის გამზირისკენ, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი უკვე 400 დღეზე მეტია მიმდინარეობს. დღეს ქუჩაში გამოვა ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქართული ოცნების განათლების რეფორმას და მის ბოლო გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც სულ მალე ვიხილავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას. დღევანდელ მარშში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორ მასწავლებლები, რექტორები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ის ადამიანები, რომლებიც ამ 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ რეჟიმის მსხვერპლი და მოკვდნენ რეპრესიულ მექანიზმებში და ტალღებში და სწორედ ეს ადამიანები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ უმნიშვნელოვანესია ყოველკვირეულ მარშზე მათი გამოსვლა იმისათვის, რომ რეჟიმმა დაინახოს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის მათ წინააღმდეგ განწყობილი მიუხედავად იმისა, რომ მათ რეალურად ყველაფერში უშლიან ხელს და ყველაფრის გამო შეიძლება ციხეშიც კი გამოკეტონ. დღევანდელი მარში კვლავ დაეთმობა განათლების რეფორმას, როგორც გითხარით, თუმცა გაჟღერდება ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც ამ პროტესტს უკვე 2 წელზე მეტია, რაც თან სდევს, რაც ეხება სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ახლა ბოლოდროინდელ საქმეს, რომელიც ეხება BBC-ს გამოძიებას, ქიმიურ ნივთიერებას და ამ ყველაფრის გამოძიებას, საერთაშორისო გამოძიებასაც მოითხოვენ დღევანდელ მსვლელობაზე. შაბათი მარშის დღეა და ისე როგორც ყველა შაბათს დღესაც 7 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან. დაიცავი განათლება, დაიცავი საქართველო. ეს არის ჩვენი მოწოდება და მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის. რადგან რეჟიმის გადაწყვეტილება გააუქმოს უმაღლესი სასწავლებლები პირველ რიგში ჩვენ სახელმწიფოებრიობას, თავისუფლებას და განათლების უფლებას უქმნის საფრთხეს. ცხადია გელოდებით ყველას, განათლების კომაგებს, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, რეალური სუვერენიტეტის და ევროინტეგრაციის მომხრე ადამიანებს ერთად დავიცვათ განათლება. ეს არის უკვე რიგით მესამე მარში, რომელიც ეძღვნება განათლების თემას, დაიცავი განათლება, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად და გააფთრებულად ებრძვიან განათლების სისტემას, მისი ნგრევით არიან დაკავებულები. განათლება არის მთავარი სვეტი და მთავარი ბოძი ქვეყნის განვითარების, საზოგადოებრივი პროგრესის, მისი იდენტობის შენარჩუნების და ზუსტად ამიტომაც არის, რომ მისი ნგრევა აქვთ განზრახული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოების მობილიზებას შეუწყოთ ხელი და ყველას მოგიწოდებთ, რომ გამოდით, დაიცავით განათლება. დღეს შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არის მარში, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, დღესაც გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ის არალეგიტიმური დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება, როგორიცაა განათლების დეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გაუნადგუროს მომავალი ათასობით ახალგაზრდა და სტუდენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესაც გამოვიდეთ და ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ ვართ ბევრი და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. შაბათი მარშის დღეა, ტრადიციულად 7 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, საიდანაც მარშით დავიზრებით პარლამენტის მიმართულებით. დღეს სრულდება პროტესტის 427 დღე. სტუდენტები და ახალგაზრდები აგრძელებენ წინააღმდეგობას და არავინ არ აპირებს ამ ქვეყანაში ქართულ ოცნებას მისცეს შესაძლებლობა დახუროს უნივერსიტეტები და აკადემიური პერსონალი დაუქვემდებაროს საკუთარ პარტიას, ამიტომ გელოდებით დღეს ფილარმონიასთან განათლებისთვის 7 საათს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად აუკრძალა დემონსტრანტებს საპროტესტო აქციების მსვლელობების გამართვა, მაინც ყოველ კვირას შაბათ დღეს ვნახულობთ ჩვენ მარშებს და დღესაც დღევანდელი გარიქნება გამონაკლისი მოქალაქეები ზუსტად 2 საათში შეიკრიბებიან ფილარმონიასთან და გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი უკვე 400 დღეზე მეტია მიმდინარეობს.